ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 5 გზის და ოლიმპიადების 11 გზის ჩემპიონი, რომელმაც ქართული ჭადრაკის ოქროს ეპოქა შექმნა და საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის სტატუსი დაიმსახურა. ლეგენდარულმა დიდოსტატმა, რომელიც ამავდროულად უნიკალური საავტორო საკოლექციო ჭადრაკების შემქმნელია, ახლახან 85 წლის იუბილე მასშტაბურად აღნიშნა. თვალი გადავავლოთ მის ისტორიულ გზას, მსოფლიო აღიარებასა და ეპოქას, რომელიც დღემდე გრძელდება. შეგვიძლია ვნახოთ ქეთი ჭეიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი ჭადრაკის დედოფალზე. ისტორიას ბევრი ჩემპიონი ახსოვს, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ თავად იქცნენ ეპოქად. ასეთი ფენომენის მიმართ ხალხის უანგარო სიყვარული კი ნებისმიერ მოპოვებულ ტიტულზე ძვირფასი და მარადიულია. რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი სცენა, სრული ანშლაგი და ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო ისტორიაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაწერა. ლეგენდარული დიდოსტატის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეს საღამო თავისი არსით ერთი დიდებული ეპოქის ღირსეული შეჯამება იყო და იმ უწყვეტი უხილავი კავშირის ხელახალი გააზრება, რომელიც ნონა გაფრინდაშვილსა და საქართველოს შორის 10 წლეულებია არსებობს. თეატრში შეკრებილი თითოეული ადამიანი ეროვნული სიმბოლოს დაფასებას ესწრებოდა. დარბაზში ფიზიკურად იგრძნობოდა უდიდესი პატივისცემა იმ შრომისა და პიროვნული სიმტკიცის მიმართ, რამაც ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ქალად აქცია. ლეგენდარულ დიდოსტატს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა და სიმბოლურია, რომ სწორედ ის არის ამ გამორჩეული სახელმწიფო ჯილდოს პირველი მფლობელი. საკუთარი ფილოსოფიისა და განვლილი გზის უკვდავსაყოფად საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენმა თავისი მემკვიდრეობის ხელშესახებ ისტორიად ქცევა გადაწყვიტა. სწორედ ასე შეიქმნა საავტორო საკოლექციო ჭადრაკების სერია, ვეფხისტყაოსანი, ქართული ლიტერატურის მარადიული საგანძური და ქართული ცეკვა, როგორც ჩვენი ეროვნული გენის მამოძრავებელი რიტმი საჭადრაკო ფიგურებში გაცოცხლდა. ლიმიტირებული გამოცემები, რომლებიც ზუსტად 82 ეგზემპლარს ითვლის, უნიკალურ კულტურულ საგანძურს წარმოადგენს. თითოეული მათგანის მფლობელს დიდოსტატი პირადად მასპინძლობს საკუთარ სახლ-მუზეუმში, რითაც ისტორიული გამარჯვებების ცოცხალ ემოციას მომავალ თაობებს უზიარებს. მე ბევრჯერ მივიღია მონაწილეობა საზღვარგარეთ, როდესაც ჩვენი კულტურის დღეები ტარდებოდა. და ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი იყო დავკვირვებოდი მაყურებლებს, როგორ იღებდნენ ჩვენს ცეკვებს და იმდენად აღტაცებულები იყვნენ, რომ მე ისეთივე გრძნობა მეუფდებოდა, როგორც ჩემი გამარჯვებების დროს. და ეს იმდენჯერ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ოჯახმა აი აქედან ეს იდეა ამოიღო და გაკეთდა ქართული ცეკვა ჭადრაკი ფანტასტიკური, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრივით არის უკვე. რაც შეეხება მეორე ჭადრაკს, ვეფხისტყაოსანს, უბრალოდ ეს არის ისტორიის განახლება. ადრე, როდესაც ქალი თხოვდებოდა, მზითებში ატავდნენ ვეფხისტყაოსანს და ჭადრაკს. და ამიტომ ესეც აქედან წამოვიდა ეს იდეა და ესეც განმაახლეს. ასე რომ ეს ორი ჭადრაკი მიუხედავად იმისა, აქ რასაც ხედავთ ჩემს მუზეუმში, ყველა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ამ ორმა ჭადრაკმა წინ წამოიწია და დადგა პირველ ადგილებს. რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება ამას. იმიტომ ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი უკვე გაერთიანებული, ასე ვთქვათ. აი ნახეთ. მეფე და დედოფალი. ხო არის სულთა ქართული ცეკვა. ამას ქვია ქართული ცეკვა, ხო ასე? ეს დალაგებულია საცეკვაოდ აქ. აი ხლა ავიღოთ, როგორ უხდება ეტლს, ჭადრაკის ეტლს სამაია. ყველაშორის ამ ფიგურებს ყველას თავისი ყველაზე ძვირფასი და ეს ემოციაცია აქვს. და გამოყენებულია სხვადასხვა ქვები და ყველაფერი ის, რაც ძვირფასი და ეს ემოციისაა საჭირო. გამიგეთ?
აგერ ხედრული, ნახეთ. ხევსურული. ხევსურული არის კუ. აი, პაიკები ჩვენი. ნახეთ? თიულური. ხო იცი, ჭადრაკის პაიკს ასე ზახიან. ეს თუ ბოლომდე გავიდა დაფაზე, ამის საშუალება მიეცა რომელიმე მხარეს ან თეთრებს ან შავებს, ნებირფიე ფიგურად შეგიძლიათ გააცოცხლოთ. ასეთია ჩვენი ჭადრაკი, მართლაც რომელიც გვანიჭებს უზარმაზარ სიამოვნებას. ამ გამორჩეულ კოლექციას ახლახანს შეუერთდა 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუველირო კომპანია ზარაფხანასთან თანამშრომლობით შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევარი, რომელმაც სპორტისა და ქართული საიუველირო ხელოვნების იდეალური სინთეზი წარმოადგინა. მასზე ამოტვიფრული წარწერა კი ყველაზე ზუსტად აღწერს დიდოსტატის განვლილ გზას. არსი ჩემი ცხოვრებისა. 82 წლის ასაკში ნონა გაფრინდაშვილმა ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო და მასშტაბური მსოფლიო ტურნე ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს გამოაცხადა. მისი უნიკალური გამოცდილება დღეს უკვე ციფრულ სივრცეშიც ინაცვლებს. შვილთან ერთად შექმნილ საავტორო YouTube ფორმატში ის საკუთარ ხედვასა და საჭადრაკო ფილოსოფიას ფართო აუდიტორიას უზიარებს. $1962 წელს საჭადრაკო რუკაზე ახალი რეალობა გაჩნდა. 17 ოქტომბერი არამხოლოდ ნონა გაფრინდაშვილის კარიერაში, არამედ მსოფლიო საჭადრაკო ისტორიაში გარდამტეხი თარიღია. სწორედ ამ დღეს, 21 წლის ასაკში, მან მოქმედი ჩემპიონი ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამ ისტორიული გამარჯვებით კი საფუძველი ჩაეყარა ქართული ჭადრაკის ოქროს ეპოქას. 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადების 11 გზის გუნდური და 9 გზის პირადი ოქროს მფლობელი. ნონა გაფრინდაშვილმა დაამსხვრია მრავალწლიანი სტერეოტიპები და გახდა პირველი ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება დაიმსახურა. მისი კარიერა ისტორიული მიღწევების უწყვეტი ჯაჭვია. ევროპის ჩემპიონთა თასის 2 გზის ტრიუმფატორი და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი. სწორედ ამ ფენომენალურმა მემკვიდრეობამ განაპირობა მისი აღიარება საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ქალად და ოქროს პრიზის მფლობელად. დიდოსტატის სახელის მასშტაბი გლობალურ არენაზე იმდენად უდავო იყო, რომ 1997 წელს მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, უნიკალური ჯილდო, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე ქალთა და კაცთა ნაკრებების ჯამური შედეგით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანას გადაეცემა. არსებობს უხილავი სიდიადე იმ სიჩუმეში, რომელიც დიდოსტატს დაფასთან მთელი მსოფლიოს წინაშე ტოვებს. 10 წლეულების წინ, როცა შორეულ ქვეყნებში ქართველი ქალი ურთულეს პარტიებს თამაშობდა და დაფაზე გადამწყვეტ სვლას აკეთებდა, მასთან ერთად სუნთქვაშეკრული იდგა მთელი საქართველო. ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებები აღარ არის მხოლოდ მისი პირადი ისტორია. ეს ქართული სულის შეუპოვრობის სიმბოლოა. უანგარო, მტკიცე და მარადიული. ჭადრაკის დაფაზე თამაში გრძელდება. დიდოსტატის ხედვა კი კვლავ ისეთივე მახვილია, როგორც ეპოქის დასაწყისში. ნონა გაფრინდაშვილისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. ცხოვრების მთავარი ღერძი კი მიზნებისკენ მუდმივი სწრაფვა. აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე. ეს მისი უცვლელი ფილოსოფიაა. სწორედ ამ ისტორიული ემოციის, გამარჯვების ამ უწყვეტი ტალღის გაზიარებას ემსახურება დიდოსტატის სახლ-მუზეუმიც. სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, თვალი გადაავლოს განვლილ ეპოქას და თან წაიღოს ის ტრიუმფალური განწყობა, რომელიც ნონა გაფრინდაშვილმა თავის სამშობლოს, მთელ საქართველოს აჩუქა.